ეს არის ის სახლი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ხირავდა როგორც პრეზიდენტის სახლს, რეზიდენციას. ეხლა დღეს ბოლო დღეებში გადასვლის რეჟიმში ვარ და მინდა გაჩვენოთ ესე იგი ეს არის ჩვენი სამზარეულო. What? ეს ედუარდის ოთახი იყო, სანამ წავიდოდა. ეს არის ნიკუშას ოთახი. დიდი ნიფტები უკვე გატანილია, დარჩა რამდენიმე ხუთი. ჩემს მშობლებმა ძალიან დამეხმარეს, აქ იყვნენ ბოლო კვირებში და ყველაფერი გადაიტანეს ბარნოვზე და ახლა უკვე ცოტა დარჩა და მე ჩვენც გადავდივართ. ინვენტარიზაცია უკვე მოხდა, გუშინ იყვნენ. ყველაფერი რაც სახელმწიფოა აღწერილია და ბრუნდებით ძველ ბინაში ბარნოვზე და რა ვიცი ძველ მეზობლებში. და ვაგზელებ ცხოვრებას, ჩვეულებრივად არა, იმიტომ რომ ეს 10 წელი რა თქმა უნდა ძალიან შტამბეჯდავი იყო ყველანაირად, მაგრამ რაც შეგვიძლია ამას გავაგზელებ თავისუფლად. ძალიან სიმებრია ჩვენ. თავარი პრობლემა გვაქვს მეგობრებო, აი ეს კურდღელი. იქ ბანოზე ის არის ეზო. და ეს არის სახლის ცხოველია უკვე და ნიკუშას საყვარელისა. ეს თუ იმას უნდა ჩვენი კურდღლის შილება შეუძლიათ წაიყვანოს. ხომ არ შეჭამა. შემიძლია ყოველს საყვარმა, ყოველს ვენახ შემჭავს. მაშინ იქ უნდა ღობე გაუკეთო. ან დიდი გალია, გრძელი. არა, თა გალიაში რა უნდა ყო. რაღაც ღობე უნდა გაუკეთო, მაგრამ თავარია თუ არ ჭამს ვენახს. მაგრამ ზემოთ არის ხის ბუჩქებზე? ბალახს ჭამს ხო? ბალახს ვენახს პირიქით თუ შეჭამს ბალახს არა. ყველა ყვავი. ასე დიდი პარტია. ესე დიდი პარტია გამოვა. ეხა მოგიყვეთ ჩემი ერთ საშინელებაზე. ბებია-ჩემმა მზიამ მაჩუკა თავის ერთსართულიანი სახლი, რომელიც აქ იყო და ეს სახლი დავანგრია, იმიტომ რომ აქ ვაპირებდი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აშენებას. მე უკეთესი ადგილი ვიპოვეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის. გადავიწყვეტეთ იქ გადატანა. ბებია-ჩემი დარჩა სახლის გარეშე, მაგრამ ნუ მაჩუკა ეს მიწა და ეხლა ეს მიწა იყიდება, რომ ამ მიწითაც მათ შორის დაფინანსდეს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, მაგრამ ასე რომ თუ იმას უნდა უყიდვა, აგერ არის და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას სჭირდება ფინანსები. მაგრამ ბებია-ჩემი გადავიდა დედა-ჩემთან სახლში. ეს არის ცოცხლობილი ახლა ხა მოწყობილი და დამუნდა განახოთ დედა-ჩემის სახლი. ეს არის დედა-ჩემის სახლი, სადაც გავიზარდე და რომელიც ახლა გავს საკომისიო მაღაზიას, იმიტომ რომ ბებია-ჩემის თელნივთები გადმოვიდა აქ, იმ მეორე სახლიდან. და ახლა ესე არიან ბებია-ჩემი, დედა-ჩემი. ბებია-ჩემი მუშაობს და ახლა ინსტიტუტშია, დედა-ჩემი კითხულობს ლექციებს, ასე რომ მე უნდა გაგიწევთ მეგზურობა. ბაბუა-ჩემის ძველი ნივთები ყველაფერი გადმოავაგეს აქეთ. ერთ-ერთი ის განაჩენი და დავყიდე რომ ამ წიგნებისგან გავწვი და ამის დიდ ნაწილს წავიღებ ბიბლიოთეკაში და ძირითადად ჩემი ბიბლიოთეკის პროფესორს ესენი შეესაბამება. ასე რომ აი ეს არის იმათთვის ვისაც წარმოდგენა აქვს, მე ყველაზე მეტად ჩვენ ყველას დედა-ჩემი უყვარს, ალბათ ყველას უყვარს და ყველაზე მეტად დედა-ჩემი მთელი 24 წელი ცხოვრობს და თუ რამდენი 9 წელი ცხოვრობს ასე, აი ჰა. და ასე რომ ჯერჯერობით მაზოხისტები არა ვართ. ხარცეთი და ყოფილიყო ამის ბევრად მეტი შესაძლებლობა დიდი სიამოვნებით გადავსახდებით ძალიან დიდ სახლს. საჩებეთ. აი ეს არის ის ბინა, რომელიც ჩვენ გქონდა რევოლუციამდე და პრეზიდენტად არჩევავდა და გვაქვს. სანდრა იყენებდა ამას თავის ჰუმანიტარული ფონდის ოფისად. აქ არის ნამყოფი 10,000 ადამიანი სხვადასხვა დროს ამ ჰუმანიტარული კუთხით
ეხლა ამ ნივთებს გადავაწყობთ. ეს ნიკუშას ოთახი. შენ ოთახი უკვე დაიფყარი? ეს ჩემი ოთახი იყო საერთოდ ძველ დროს. ეს ბინა არ შეცვლა ბოლო 10 წელიწადში. მაგრამ საქართველოს შეიცვალა ისე როგორც სასტუმრო ივერია, ეგ რომელიც მაშინ იყო, ტოვლილებით სავსე. და აქედან ჩანს ეგერ რიყის შენებლობები, ახალი იუსტიციის სახლი, იქ უამრავი სხვა რაღაც. თავარი რაც არის, რომ ჩემი ცხოვრების, უბრალოდ ჩვენი ცხოვრების რაღაცა ეს ბევრი რაღაცა ჯერეთი ამ წლებში რაღაც სათანადო თეორია ალბათ ვერ გაკეთა, მათ შორის ჩვენ ცხოვრებაში და ამავე დროს რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი არ მოგმატებია, მატერიალურ თვალსაზრისით. ნამდვილად ასეა, მაგრამ სამაგიეროდ იმ ხალხს მინდა უთხრა, ვინც მატერიალურ გამორჩენას აძლევს. ჩვენ მე ვნახე უზარმაზარი მატერიალური წინსვლა ბევრ პრობლემებთან ერთად ჩემ ქვეყნისთვის. ყველა უნდა დაუსვას კითხვა და მე უსვავ ჩემ თავს კითხვას. ჩემი ბინა ისევ იგივეა. არის თუ არა საქართველოს სხვა ქვეყანა ვიდრე 10 წლის წინ. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დასვას ყველა და არა ის, რომ მას რა გაუმჯობესდა და მას რა მანას გამოკრახელი და მან რა სარგებელი თუ რაღაც ხეირი მოუტანა საკუთარ ოჯახს და ნაცნობს. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს. ეს საქართველოს ნიშნავს ჩვენი ქვეყანა და მისი სრულიებები ყველაფერს ჩემთვის. ეს არის ფონდი, რომელშიც შევა ძალიან ბევრი სოფლიო პოლიტიკოს დიდი სახელები, თქვენ ამ სახელებს გაიგებთ უახლოეს კვირაში, ან დღეში ორ კვირაში. პირველი შენატანები ეს კერძო პირების იყო, მაგრამ შემდეგ უკვე ფონდის გადაეცემა მთლიანად. ძირითადი ფული, რითიც ეს გაკეთდება და ალბათ რამდენიმე 100,000 მინიმუმ დაჯდება. ეს შემოვა კერძო შემოწირულობით ასეთ პრაქტიკებს სოფლიოში ძალიან ფართოდ გავცემ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ამ ფულის მობილიზებას და უკვე ბევრი ვიღაცა გვპირდება. რამდენიმე ადგილზე სოფლიოში უკვე ქონდა ამას ლაპარაკი და ჩავედი კიდევაც ერთ-ორ ადგილზე ველაპარაკე ხალხს, ვისაც აქვს ფული, იმ ბიზნესმენებს, რომელთაც საქართველოს მიმართ სიმპათია აქვს და იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ჩვენ გავატარეთ წლებში, მე არასოდეს მათთვის პირადად ჩემთვის არაფერი არ მომითხოვია და ეს ყველამ ვიცით. მაგრამ საქართველოსთვის მომითხოვია, რომ გაეკეთებიათ რაღაცები და ამჯერად თხოვთ ჩემი ბიბლიოთეკისთვის. ჩემი ბიბლიოთეკა რას ქვია? საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა იქ იყო. რაღაცები იქნება, პოსტენდები, გამსახურდიაზე, ჩევარნაძეზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მაგრამ ძირითადად იქნება სასწავლო გადაცემა. ამის გარდა, მე ვთხოვ ხალხს, რომ შემოგწირონ წიგნები. წიგნები ძალიან გვჭირდება, წიგნები ღირს ძალიან ძვირი. ჩვენ ახლა გვაქვს რაღაც 3-4 წიგნი უკვე გვაქვს და 5-მდე ავალთ მალე 10,000 წიგნამდე რო გავიდეთ მე ჩავთვლი რომ შედეგი მიღწეული ეს შემოგწირეს თუ არა წიგნები და ვინარიან ცნობილი ადამიანები ხომ არ არიან ой მე ხარ ვიცი უნდა თუ არა მათ რომ გამჟღავნონ თვითონ გამჟღავნონ თუნდაც მაგრამ ძალიან ცნობილმა ხალხმა შემოგწირა გუშინ წინ მაგალითად 500 წიგნი შემოვიდა და კარგი წიგნები ძვირი როგორც და ახალი როა ჩემი მეგობრები მაგალითად ჩემი თელი სკოლა რას მისწავლე უნივერსიტეტში ჩემი ბიბლიოთეკა გადავეცი და გუშინ წინ რამდენიმე ჩემმა მეგობრებმა რომელიც ასე უცხოეთ შენ ასწავლი და ან აქ ამ სფეროებში თელი თავის წიგნები მომიტანეს მე რა მომიტანეს ზოგი სანდრას მომიტანეს ზოგი დედაჩემს და ზოგი ბიბლიოთეკაში მიტანეს გადასცეს ასე რომ გვინდა მართლა შეიქმნას პირველი ეს მართლა იქნება მხოლოდ ბიბლიოთეკა ეს არ იქნება არც პარტიული ცენტრი სხვაგან არის ეს არ ვერც იქნება აზრი არის ჩემი ერთი ჩვენი მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო არა პოლიტიკური ამბიციების ნაკლებობა, არამედ განათლების ნაკლებობა ბოლო წლებში განსაკუთრებით. ამის გადალახვას მართლა მოვანდობები თელ ჩემ ენერგიას.